ბატონი ზვიად ქორიძე მოგზავნოთ შევიდა. და ასეთ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და ამიტომ ცოტათი ველოკიდეს, მაგრამ გუშინ როდესაც ბატონი ვახტანგი მესაუბრებს მალაზე და ითქვა რომ ხო არ უნდა გამოვიდოდი, მე ზუსტად გუშინდელი ამის კვალობაზე გადავწყვიტე რომ აი დღეს აი ამ საჯარო სივრცეში ამ დიდ აუდიტორიას, ამ პატივცემულ აუდიტორიას უცხაის გაცდები რაც მე პირადად მქონდა გუშინ და რაც ბევრ კოლეგას მქონდა, იმიტომ რომ ახალი სივრცე დასნა ხელისუფლებამ იმისათვის რომ სამოქალაქო სექტორიდან მედიიდან შერჩეული ადამიანები აღნიშნენ ჯაშუშები, აქამდე ჩვენ ყავდა საჯარო სამსახურში ჯაშუშები, აქამდე ყავდა აკადემიურ წრეებში ჯაშუშები, ახლა უკვე მედიაში გასცენ ჯაშუშები. ეს ძალიან საფრთხო ტენდენცია და მე მინდა რომ აი ამ სამოქალაქო სივრცეში, ამ სამოქალაქო აუდიტორიაში ეს თემა კიდევ ერთხელ თქვა და ყველას ბოლო ყველამ თავისი სამოქალაქო პათოსი გამოაჩნდეს, როდესაც აი ამ თემაზე მიდგება საქმე და რაც შეიძლება დროულად გამოხატოს თავისი საქმეები. მე ძალიან გამიკვირდა, როდესაც დღეს ბატონმა დავით უსუფაშვილმა ეს თემა ახსენა თავის გამოსვლაში, იმიტომ რომ სამოქალაქო მოძრაობა იწყება მხოლოდ მაშინ, თუ იქ არის ღირებულებათა ერთობა. ეს უნდა იყოს სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც მომავალზე იქნება ორიენტირებული, მომავლის ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული და თანამედროვე ფასეულობებზე იქნება ორიენტირებული. ეს არ უნდა იყოს ფსევდოპატრიოტული ლოზუნგებით სავსე მოძრაობა, რომელსაც შეიძლება ვითომ უფრო მეტი ხმა მოიპოვა, მაგრამ საბოლოო ჯამში შეიძლება დავკარგოთ ქვეყანა, დავკარგოთ სახელმწიფო. ეს ამით ჩვენ არც საკუთარი თავი უნდა მოვაწყოთ და არც ის მოქალაქეები უნდა მოვაწყოთ, ვისაც სხვადასხვა ფორმით უწევს ურთიერთობა. მედიას, არასამთავრობო სექტორს, თავად პოლიტიკურ პარტიებს, რომელთაც უფრო მეტად დღეს საგანმანათლებლო ფუნქცია უნდა იკუთვნონ, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკური ლოზუნგების როლა. ამიტომ იმეცნია, რომ ეს უნდა იყოს მოძრაობა, რომელიც იქნება სამართლიანობით, ეს უნდა იყოს მოძრაობა, რომელიც იქნება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, რომელიც იქნება მედიის განთავისუფლებისთვის ბრძოლის მოძრაობა და ეს იქნება არჩევნების თავისუფლებისათვის ბრძოლის მოძრაობა. ამ შემთხვევაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშონ სწორედ იმ სტრუქტურირებულმა, არ ვიცი, რაღაც სხვადასხვა ფორმით ჩამოყალიბებულმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა, რომლებმაც დღეს ძალიან დიდი შრომა უნდა გასწიონ სწორედ დღეს მოქალაქეებთან ურთიერთობაში. ეს უნდა იყოს მოქალაქეთა გათავისუფლების მოძრაობა და ეს უნდა იყოს თავისუფალი მოქალაქეების მოძრაობა. მხოლოდ ეს მოგცემს ჩვენ შედეგს იმისა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა რაც მიზნების დღეს ახლა წარმოუდგინეს ამ აუდიტორიის წინაშე მიიღონ და ეს უნდა იყოს მოძრაობა, რომელიც დიდ საზოგადოებრივ პრესინგს განახორციელებს არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, რომელიც ამას ყოველდღე იმსახურებს, არამედ თავად ამ პოლიტიკურ ექციანზე, რომელიც დღეს აი ასე ძალიან მნიშვნელოვან წარმოწებას იწყებს და მათაც უნდა ჰქონდეს გაცდა, რომ ეს მილიონი ხმა მოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი იქნებიან მართლები თითოეული მოქალაქის წინაშე და ეს მართლა იქნება თავისუფალი მოქალაქეების მოძრაობა. ამიტომ ვთქვათ, რომ აი ეს გავიაზროთ ყველამ და ასე ვიყოთ აი ამ პროცესში ჩართული. დიდი მადლობა ყველას, დიდი მადლობა.